თავარი საკითხი мотивაციის და ამედროვე мотивაციის თეორიაში ცხადია არის мотиваტორები. ანუ ჩვენ ვთქვით, რომ ერთია რომ არ დაეკარგოს ჩვენ თანამშრომელს мотивაცია და მეორეა რომ ხანდახან მაინც დაეკარგება, დემოტივატორები თავის საქმეს გააკეთებენ და ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ამ ფიალაში შევავსოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ თანამშრომლების мотивაცია. და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ის სითხე, ასე ვთქვათ, რომელიც ისხმება мотивაციის ფიალაში, შედგება 3 კომპონენტისგან. და აქ მინდა მოგიწოდოთ, რომ გაიხსენოთ თქვენ კარიერაში და პროფესიაში ისეთი მომენტები, როცა ყოფილხართ ყველაზე მეტად მოტივირებული და შეადაროთ თქვენი გამოცდილება იმას, რასაც ვისაუბრებთ ჩვენ. ანუ მართლაც ამან გამოიწვია თუ არა თქვენ შემთხვევაში мотивაცია თუ არა. ანუ რამდენად ემთხვევა თეორია პრაქტიკას. და мотиваტორი თანამედროვე ადამიანისთვის ამბობენ არის 3-3. ეს არის დამოუკიდებლობის ხარისხი, ანუ ავტონომია, დახელოვნება და სიამაყე საკუთარი საქმით. ანუ ადამიანში мотивაციას, პირდაპირ мотивაციას ქმნის 3 რამე. ერთი თუ მას აქვს საკმარისი და მზარდი დამოუკიდებლობის ხარისხი, მეორე თუ მას აქვს საშუალება განვითარდეს, დახელოვნდეს, წავიდეს წინ პროფესიული თვალსაზრისით და მესამე თუ მას ეამაყება თავისი საკუთარი საქმე. და შევეცადოთ რომ განვიხილოთ თითოეული мотиваტორი ცალ-ცალკე. რა არის ეს ავტონომია? რა არის დამოუკიდებლობის ხარისხი? ეს არის სუბიექტური შეგრძნება, რომ ადამიანი თვლის, რომ რასაც თვითონ უნდა წყვიტავდეს, ყველაფერს წყვიტავს თვითონ და რასაც არ უნდა წყვიტავდეს, არაფერს არ წყვიტავს, ხო? ჩვენ არაერთხელ გამოვიყენეთ ოჯახის მაგალითი, როგორც სუპერმოტივატორის, ხო? ოჯახი ისეთი სამსახურია, რომელიც ახერხებს, რომ უარყოფითი მატერიალური мотивაციით ამუშაოს ხალხი, ანუ იქით მიატანინოს ფული, ხო? შესაბამისად როგორ ახერხებს და აი ესე ახერხებს. ახერხებს ავტონომიის მონიჭებით, ახერხებს განვითარებით და ახერხებს სიამაყით, ხო? მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ გაინტერესებთ თქვენ თანამშრომლებს აქვთ თუ არა ავტონომია საკმარისი, დაელაპარაკეთ და კითხეთ რამე ხო არ არის ისეთი, რასაც უნდა რომ თვითონ წყვიტავდეს და ვერ წყვიტავს, ხო? ძალიან დიდი შანსია, რომ თქვენმა თანამშრომელმა დადებითი პასუხი გასცეს ამ შეკითხვაზე და თქვას, რომ მართლაც აი ამა და ამ საკითხებში მე მინდა რომ ვიყო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები და არა ვარ, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა არის, რომ შეძლების დაგვარად დავფიქრდეთ ამ ადამიანისთვის ავტონომიის გაზრდაზე, ხო? კარგი მენეჯერები ყოველდღიურად აკეთებენ ამას. მაგალითად შეიტანს რა ვიცი, ნათია თავის უფროსთან ხელმოსაწერად რაღაც საბუთს და ის თავის უფროსი ეტყვის, რომ ამას აღარ უნდა ჩემი ხელმოწერა, შენ ძალიან კარგად აკეთებ ამ საქმეს და წადი შენ თვითონ გადაწყვიტე. შენ თვითონ გადაწყვიტე არის ავტონომიის დამოუკიდებლობის ხარისხის დეკლარაცია, გადაცემა, დელეგირება დამოუკიდებლობის. მე არ ჩავერევი მაგას, შენ გადაწყვიტე, ხო? მივა კეთი თავის კომპანიაში და ეტყვის, რომ ესეთი რაღაც შევთავაზო თუ ისეთი რაღაც შევთავაზო და ეტყვიან, რომ შენ თვითონ გადაწყვიტე, ჩვენ ვენდობით შენ გადაწყვეტილებას და ეს არის ავტონომიის დეკლარაცია, ანუ დამოუკიდებლობის ხარისხის გადაცემა, ასე ვთქვათ, ხო? ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ხალხო, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაშია мотиваტორი ავტონომია, თუ არის შეთანხმებული თანამშრომელთან. მოდი რაღაცა უნდა დაგავალო, არ არის ავტონომიის ხარისხის გაზრდა. განხილვა, ერთობლივად განხილვა, გინდა თუ არა რომ ესეთი რაღაც დაგავალო, გამოდგება. და ცალმხრივად მორატორიუმის ისა ბევრ უფროს ახასიათებს, რომ დაუძახებს თავის თანამშრომელს და ეუბნება, რომ მე გადავწყვიტე, რომ ეს მაღაზია შენ ჩაგაბარო. ეს არ ვარგა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვარგა ის, რომ შეეკითხო ადამიანს უნდა თუ არა, რომ ჩაიბაროს მაღაზია, მოამზადო, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად და მერე მიიღო გადაწყვეტილება. დახელოვნება ზუსტად იმავე კატეგორიაში გადის, ასე ვთქვათ, ნებაყოფლობითია ცხადია და აქ იგულისხმება, რას გასწავლის შენი სამსახური.
ანუ რა უნარებს და თვისებებს ავითარებს შენში შენი სამსახური, ხო? მოდი ოჯახზე დავსვათ შეკითხვა, ხო? ოჯახი ჩვენ მოვიყვანეთ მაგალითად როგორც სუპერ მოტივატორი, ხო? და დავსვათ შეკითხვა, რას ავითარებს ამისთანაც შენში ოჯახი, რომ ესე იგი ვერ წყდები. რას ავითარებს და ძალიან მნიშვნელოვან თვისებებს, სიყვარულს, ზრუნველობას, გრძელვადიან დაგეგმვას, მოთმინებას შემობატონ და აი ესეთ ძალიან მნიშვნელოვან თვისებებს და მე დავსვათ მეორე შეკითხვა, შენი სამსახური რას ავითარებს შენში, ხო? შენ თუ ისეთი სამსახური გაქვს, რომელიც ძალიან კარგი მიმართულებით გავითარებს, ძალიან გაგიხარდება ამის გაკეთება, ოღონდ იმ პირობით ხაზი გაუსვათ ისევ, რომ ეს არის ნებაყოფლობითი, რომ შენ გკითხეს, გინდა თუ არ გინდა ამის კეთება, რომ შენ გკითხეს ისა. იგივე ტრეინინგები ცხადია დახელოვნების კატეგორიაშია, ჩვენთან რო აგზავნიან თანამშრომლებს მართვის აკადემიაში ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს მოტივაციაც არის ამ ადამიანისთვის. ერთი პირობით თუ თვითონ მოითხოვა. ანუ თუ მაგდა ითხოვდა რომ გამიშვით მენეჯმენტის ტრეინინგზე გაუშვეს, ეს არის მოტივაცია. თუ მაგდას უთხრეს რომ აბა რიგზე გაითვალეთ და ყოველი მეორე წავიდა მენეჯმენტის ტრეინინგზე, ეს არ არის მოტივაცია. ხო? სიამაყე, ხო? აქ ოჯახმა მესამე მუხლშიც გაიმარჯვა, ანუ სიამაყე ადამიანი რომელიც ამაყობს თავისი სამსახურით არის მოტივირებული, ხო? შენ თუ კლასელების შეკრებაზე რომ მიხვალ, ყველა რო კითხულობს, რომ აბა შენ რა საქმიანობ, შენ თუ გეამაყება შენი საქმე, ამას სიხარულით და სიამაყით მოყვები და ეს არის მოტივაცია. შენ თუ შეგიძლია შენ შვილს სიამოვნებით მოუყვე რასაკეთებს სამსახურში, ეს არის მოტივაცია და ეს არის ძალიან დადებითი რაღაცა, ხო? სიამაყეზეც უნდა იზრუნოს ორგანიზაციამ. CSR-ს რასაც ეძახიან corporate social responsibility, ანუ ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობა, ქველმოქმედება, სოციალური პროექტები, რაღაცები იმისთვის კეთდება, რომ თანამშრომლებმა იამაყონ თავისი ორგანიზაციით და თავისი საქმიანობით, ხო? მოკლედ, ჩვენ რას ვამბობთ ახლა? ეხლა ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ თანამშრომლებს უნდა უყუროთ სულ თვალებში და რომ შეამჩნევთ, რომ ამ თვალებში ცოტა მოწყენილობა გამოჩნდა, ასე ვთქვათ, პირველი დემოტივატორებზე უნდა ვესაუბროთ, რა უშლის ხელს, რა უშლის ნერვებს და უნდა შევეცადოთ, რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემები და მერე უნდა გადავიდეთ მოტივატორებზე, ხო? და დაახლოებით ესე გამოიყურება ჩვენი საუბარი. დამოუკიდებლობის ხარისხი გინდა მეტი საქმე ჩაგაბაროთ, ან ახალი საქმე ჩაგაბაროთ, თუ დახელოვნება და სწავლა გინდა, თუ სიამაყე შემოგაკლდა, ეხა ცხადია ამ სიტყვებით არ ვლაპარაკობთ, მაგრამ იდეა ეს არის ზუსტად რა. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ მოიწყინა ადამიანმა, ან უნდა ვაამაყოთ თავისი საქმით, ან უნდა დავახელოვნოთ, ან უნდა დამოუკიდებლობის ხარისხი შეუცვალოთ და გაუზარდოთ, ხო? ამ მიმართულებით ძალიან კარგად იციან მაგარმა მენეჯერებმა და გაიხსენეთ თქვენი მენეჯერები, ვინც იყვნენ საუკეთესო თქვენ ხელში. გადასარევად თქვა ერთ-ერთი ტრეინინგის ერთ-ერთმა დამსწრემ, რომ ჩემზე მეტად ჯერა ჩემ უფროსო რა. ესე იგი, ჩემ უფროს, ჩემი ჯერა ჩემ თავზე მეტად. არაჩვეულებრივი ფორმულირება, არსად არ შემხვედრია არც ერთ წიგნში, ხო? მაგაზეა ზუსტად ლაპარაკი. კარგი მენეჯერები ახერხებენ, რომ შენ გხდიან უკეთესს, ასე ვთქვათ, შენს მიმართ დამოკიდებულებით, ხო? და მათ შორის იგულისხმება, რომ ჯერათ რომ უფრო მაგარი რაღაცეების გამკეთებელი ხარ, ვიდრე შენ გჯერა, ჯერათ რომ ყველაფერს ისწავლი და ყველაფერი გამოგივა, ხო? და ჯერათ რომ იმად ეამაყებით უფრო მეტად ხანდახან, ვიდრე შენ გეამაყება შენი თავი და შენი საქმე. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, ხო? ეს თეორია არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ დააკვირდით თქვენ თანამშრომლებს, რომ შეატყობთ, რომ მოტივაცია შემოაკლდათ, ესაუბრეთ და დაფიქრდით, რა ჩაუმატოთ მათ მოტივაციის ფიალაში, ხო? ესაუბრეთ არის აქ საკვანძო სიტყვა, ხო? საიდან უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლობის ხარისხის მომატება უნდა თუ არ უნდა?
ხო? საიდან და საუბრიდან. საიდან უნდა ვიცოდეთ რა მიმართულებით დახელოვნება აინტერესებს. უნდა ვესაუბროთ და იქიდან. საიდან უნდა მივხვდეთ ამაყობს თავისი სამსახური თუ არ ამაყობს, ან რა შემთხვევაში იამაყებდა და რა ტიპის საქმეთ იამაყებდა, ისევ საუბრიდან. ანუ ეს პრაქტიკულად რას ნიშნავს? პრაქტიკულად ეს ჩვენი თეორია ითარგმნება ასეთ პრაქტიკაში. მუდმივად დააკვირდით თქვენ თანამშრომლებს მათი მოტივაციის ხარისხს ცეცხლს თვალებში, რო შეამჩნევთ, რომ შემოაკლდა, ხო? პირველ რიგში გაარკვიეთ დემოტივატორები, რამ გამოიწვია მოტივაციის დაკლება და მეორე რიგში, მასმერად დემოტივატორებს მოაგვარებთ, შეძლებს დაგვარად, გაარკვიეთ, ესაუბრებთ რა მოახდენდა მათ მოტივაციას. აქაც ბევრ მენეჯერს უშლის ხელს სტერეოტიპი, იმიტომ რომ გონიათ, რომ რო კითხონ თანამშრომელს რა გინდა, ის იტყვის, რომ ხელფასი მომიმატეთ, ხო? რომ თქვას თანამშრომელმა ხელფასი მომიმატეთ, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ამ ჩამონათვალში, მოტივატორების ჩამონათვალში ხელფასი მომიმატეთ არ არის, ფიზიკურად არ არის, ხო? შესაბამისად, ამაზე ალბათ უნდა უთხრათ, რომ კი ბატონო, მეტ საქმეს თუ აიღებ შენ თავზე და განვითარდები, მოგიმატებ და ჩვენ თუ ვერ მოგიმატებთ, ბაზარი მოგიმატებს, ხო? იმიტომ რომ უფრო მაგარი პროფესიონალი იქნები. უფრო გამოჩენილი თუ გახდები, ინეტვორკებ და ბევრი გაგიცნობს, ერთი რო უფრო საამაყო იქნება შენი საქმიანობა, მეორეც ერთი ბაზარი დაგინახავს და პოტენციურად შემოგთავაზებს, ასე ვთქვათ, ალტერნატივებს, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ მოტივაცია, ასე ვთქვათ, არის აი ესეთ ძალიან პატარა მოკლე ჩამონათვალში მოქცეული, მთელი მოტივაციის თეორია. რთული ამაში არაფერი არ არის, რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს, თანამშრომლების მოტივაცია არ არის რთული. ხო? ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ვინც გინდა მომიყვანეთ და რაზეც გინდა დამომოტივირებ, არა ცხადია, ჩვენ ვამბობთ, რომ არა შეჯდა წერი ხესა. არის ვიღაცა, ვინც ამ ტიპის საქმეზე ვერ დამოტივირდება ვერანაირად. შეუძლებელია ვიღაცების მოტივაცია რაღაც ტიპის საქმეებზე. ამიტომ, ვისაც ვერ დავამოტივირებ, თანამშვიდობები შეიძლება ადგილობრივი მასშტაბით, ანუ იქვე რაღაც სხვა მიმართულებით გადავანაცვლო. და ვინც სწორ ადგილას არის, იმათი მოტივაცია არ ჭირს, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გადავაქციოთ ყოველკვირეულ პრაქტიკად და ყოველკვირეულად უნდა ვიფიქროთ ჩვენ თანამშრომლებზე და უნდა ვიფიქროთ მათი მოტივაციის ამჟამინდელ ხარისხზე და თუ ეს მოტივაციის ამჟამინდელი ხარისხი არ მოგწონს, იმაზე რა დააკლდა და რა შეიძლება რომ დავუმატოთ.